2008 წელს რუსეთმა ხიად განახორციელა სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რაც თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში ახალი, უფრო დაძაბული ეტაპის დასაწყისად მიიჩნევა. კონფლიქტი დაიწყო ცხინვალის რეგიონში, პროვოკაციებით და მალევე გადაიზარდა სრულმასშტაბიან ომში, რომელიც აფხაზეთის მიმართულებითაც გავრცელდა. 5-დღიანი ომის შედეგად რუსულმა ჯარებმა საქართველოს ტერიტორიების ნაწილი დაიკავეს, ხოლო ქვეყანამ დაკარგა კონტროლი დასახლებებზე, რომლებსაც მანამდე აკონტროლებდნენ. აღნიშნული მოვლენები ხშირად განიხილება როგორც შემდგომში უკრაინაში განვითარებული პროცესების წინაპირობა. მაგრამ რატომ აქვს საქართველოს და რუსეთს ასეთი დაძაბული ურთიერთობა? რატომ და საერთოდ რისთვის დაიწყო ეს ომი? ამისთვის ცოტა დროში უკან დაბრუნება გვჭირდება. ისტორიული ფესვები საქართველოს გაძლიერების პიკი მე-11-მე-13 საუკუნეში დაფიქსირდა. ბაგრატ მესამიდან თამარ მეფემდე ამ პერიოდში ქვეყანა ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მისი განუყოფელი ნაწილი იყო. მოგვიანებით მონღოლთან და თემურ-ლენგის შემოსევებმა ქვეყანა დაასუსტა. 1700-1800 წლები. 1801 წელს კი რუსეთის იმპერიამ დაარღვია მფარველობის პირობები და საქართველო ანექსიის გზით შეიერთა. ამიტომ შეიქმნა ეთნიკური ჯგუფები, რომლებსაც რუსეთის მხრივ სხვადასხვანაირი დამოკიდებულებები ჰქონდათ. მაგალითად, ოსები ყველაზე მეტად უჭერდნენ მხარს რუსეთს. ისინი მათ ეხმარებოდნენ ომში და ბრძოლებში. ქართველები კატეგორიულად წინააღმდეგები იყვნენ რუსეთის, მაგრამ მალევე შეეგუნენ ამ ყველაფერს. მათი ლიდერები რუსულ თავად-აზნაურობაში გაერთიანდნენ. აფხაზები, როგორც მათი ჩერქეზი ნათესავები, უფრო ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთის ექსპანსიას. წინააღმდეგობისა და სამშობლოს სტრატეგიული მნიშვნელობის გამო მათ მალევე აკრძალათ შავი ზღვის სანაპიროებთან დასახლება, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა რეგიონის დემოგრაფია. მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის მრავალფეროვანი რეგიონი იყო, სადაც აფხაზები ცხოვრობდნენ ქართველთან და ბერძნებთან ერთად, ისინი რუსეთის პოლიტიკამ მალევე მოაქცია უმცირესობაში და ისინი ხელს უწყობდნენ უფრო მეგობრული ეთნიკური ჯგუფების მიგრაციას სანაპიროსთან, მათ შორის ქართველების. რუსეთის ძალაუფლება სამხრეთ კავკასიაზე მტკიცედ დარჩებოდა პირველ მსოფლიო ომამდე. 1917 წელს ომმა გამოიწვია რუსეთის იმპერიის დაშლა და ასევე გამოიწვია სასტიკი სამოქალაქო ომი, ძირითადად როიალისტ თეთრ მოძრაობასა და კომუნისტ ბოლშევიკებს შორის. ხოლო რაც მოხდა კავკასიაში, ამას ექსპერტები უწოდებენ აბსოლუტურ შოუს. გარე ძალები შეეცდებიან გავლენის მოპოვებას, ხოლო ადგილობრივი პოლიტიკური ფრაქციები რეგიონის მომავალზე კამათობდნენ. საქართველოში ზოგიერთი ლიდერი მეტოვნებდნენ, რომ საბოლოოდ გაერთიანდებოდნენ რუსეთთან, რათა დაებრუნებინათ მფარველი მეზობლების წინააღმდეგ. მაგრამ როცა გარიკვა, რომ ბოლშევიკები მოიგებდნენ ომს, ეს იდეა მიტოვებულ იქნა. 1918 წელს მაისში საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მისი მეზობლები მას დაუპირისპირდნენ. მაშინ, როცა კონფლიქტი წარმოიშვა აფხაზებსა და ოსებთან, რომლებიც საქართველოს მმართველით უკმაყოფილოები იყვნენ. თუმცა ეს ქაოტური პერიოდი ხანმოკლე იყო. რუსეთში ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ მათ დაიმორჩილეს სამხრეთ კავკასია და მოგვიანებით გამოცხადდნენ როგორც საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირის საყვარელი მომენტი დადგა საზღვრების გადახაზვა და საბჭოთა რესპუბლიკის პატრიოტთა თოჯინებად გადაქცევა. და არც საქართველო იყო გამონაკლისი. აფხაზეთი ჯერ დამოუკიდებელ საბჭოთა რესპუბლიკაში შეიქმნა. შემდეგ კი აჭარასთან ერთად საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკად ჩამოყალიბდა. რეგიონი მნიშვნელოვანი მუსლიმთა მოსახლეობით. შემდეგ კი იყო სამხრეთ ოსეთი, რომელიც ეგარეთ წოდებული ავტონომიური რეგიონი. ორ რესპუბლიკაზე ნაკლები ავტონომიით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ქაღალდზე ძალიან კარგად ჩანდა, ტერიტორიის უმეტესობა ეთნიკურად შერეული იყო, მაგრამ თითქმის 70 წლის განმავლობაში ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. 1980-იანი წლის ბოლოს საბჭოთა კავშირმა ნაციონალიზმის ტალღაზე დაიწყო დაშლა, რაც განსაკუთრებით გამოხატული იყო საქართველოში 1991 წელს. საქართველოს ოფიციალურად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მაგრამ თითქმის არ ჰგავდა ქვეყანა, რადგან ყოფილი საბჭოთა ბიუროკრატია, ნაციონალისტი ლიდერები და კრიმინალური დაჯგუფები ერთმანეთს ებრძოდნენ. 1991-1993 წლებში საქართველოს სამოქალაქო ომის მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო ეთნიკური ძალადობა და სეპარისტული განწყობები კონტროლიდან გავიდა. სამხრეთ ოსეთში სულ უფრო და უფრო მეტად ეხმარებოდნენ რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონთან გაერთიანების იდეას, საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის ნაცვლად. მალე სამხრეთ ოსეთში დაიწყო დეზორგანიზირებული ომი შეიარაღებულ მილიციებს შორის, რომლის დროსაც 1000-მდე ადამიანი დაიღუპა და 10,000-ობით დევნილი გახდა. ამის შემდეგ უფრო ინტენსიური ძალადობა აფხაზეთში, სადაც აფხაზი ლიდერები გამოყოფის მომხრეები იყვნენ. ეთნიკური ძალადობა მალე გადაიზარდა ომში, რომელიც საბოლოოდ აფხაზებმა ჩრდილოკავკასიელი მილიციისა და რუსული არმიის ზოგიერთი ელემენტების დახმარებით, რომლებიც თანაუგრძნობდნენ მათ საქმეს და აწვდიდნენ მათ
მათ იარაღს. ეს იყო სასტიკი ომი, რომელიც დროსაც ყველაზე მეტად ადგილობრივი მოსახლეობა განორჩევლად ეროვნებისა დაზარალდა. ორივე ომი დასრულდა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევით, რომლემაც შემოიყვანა რუსის სამშვიდობო. ამ ეტაპზე საქართველო კვლავ აკონტროლებდა სადავო რეგიონების ზოგიერთ ნაწილს. ორივე ომის დასრულების შემდეგ საქართველო თავისუფლად იყო. ფოკუსირება სხვა საკითხებზე საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევარდნაძის დროს. საქართველო ნელ-ნელა სტაბილიზაციას განიცდიდა, ხოლო მან თავისი მმართველობა რუსეთის მხარდაჭერით უზრუნველყო სამხრეთ ოსეთში. ქართველები და ოსები კვლავ კვეთდნენ დე-ფაქტო საზღვრებს და დაიწყეს შეხვედრები ახლად გახსნილ შავ ბაზარზე, რათა მშვიდობიანად აერიდონ გადასახადები ერთ. რა კარგია, არასტაბილური მშვიდობა დაბრუნდა აფხაზეთშიც, მაგრამ ის ბევრად უფრო იზოლირებული იყო, რადგან საქართველომ და რუსეთმა მის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს. ბორის ელცინის დროს რუსეთის მთავარი მიზანი აქ იყო გავლენის გაზრდა საქართველოში და არა აფხაზეთის ან ოსეთის გამოყოფის მხარდაჭერა. ამ მომენტამდე საქართველოში არსებული ვითარება შეუძლებელი ჩანდა გადასაჭრელად, რადგან რუსეთის და საქართველოს მთავრობა ორივე დაინტერესებული იყო გამოსავლის ძებნით. მაგრამ 2000-იანი წლები გაანადგურებდა ნებისმიერ ასეთ იმედებს, ისევე როგორც მათ გაანადგურეს საერთაშორისო საჰაერო მოგზაურობის სიხარული. 2000 წელს რუსეთში აირჩიეს ახალი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მან დაიწყო ორი სეპარატისტული რეგიონის აქტიური მხარდაჭერა, დააკავშირა ისინი მოსკოვთან და ასევე დაიწყო მეტი ზეწოლა საქართველოზე, რათა თავი დააღწიოს უფრო მჭიდრო კავშირებს აშშ-თან და ნატოსთან. შემდეგ 2003 წელს საქართველოში მოხდა ვარდების რევოლუცია, რომლის დროსაც დიდი ხნის პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადააყენეს პოპულარული დემოკრატიული და ნაციონალისტური მოძრაობის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მოგვიანებით აირჩიეს ახალ პრეზიდენტად. სააკაშვილის მიზანი იყო ძლიერების აშენება, რომელიც ერთდროულად კონსერვატიული ქართველი და თანამედროვე ევროპელი იყო. მალე მისმა მთავრობამ შეცვალა ეროვნული დროშა, რაც დაემსგავსა გიორგის შუა საუკუნეების სამეფო დროშას. ნაწილობრივ სიმბოლური მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ ამის მისაღწევად მოლაპარაკებები იყო საჭირო, რომლებიც არსად მიდიოდა. საქართველოს მასშტაბით ეროვნული სენტიმენტების გაძლიერებამ და რუსეთის მხარდაჭერა სეპარატისტებისთვის სიდიებისა და რუსული პასპორტებით კომპრომისებისთვის მცირე ადგილს ტოვებდა. ძალადობრივი ინციდენტები სულ უფრო ხშირად ხდებოდა, ხოლო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გაუარესდა, რადგან სააკაშვილი დასავლეთთან დაახლოებას ცდილობდა. ყველაფერი ბნელი იყო და შემდეგ 2008 წელს ურმა გარემოვლენამ ესკალაციის საფუძველი შექმნა. პირველი სერბეთისგან კოსოვოს დამოუკიდებლობის სამხრივი გამოცხადება, რომელიც სწრაფად იქნა აღიარებული დასავლეთისა და დასავლეთის თანამხლები ქვეყნების მიერ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეს განიხილებოდა დადასტურებად იმისა, რომ სეცესია შესაძლებელი იყო ყველი სახელმწიფოს თანხმობის გარეშე და ამან განაცხადა რუსეთის მთავრობა, რომელიც შემდეგ ამტკიცებდა, რომ მას შეიძლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება იმავე მოტივით. ამან რა თქმა უნდა აანერიულა ქართველები. ძლიერდებოდა ზეწოლა, რომ სანამ გვიანი იქნებოდა ემოქმედად და მეორე 2008 წლის ნატოს სამიტი, რომელიც დასრულდა ოფიციალური განცხადებით, რომ საბოლოოდ საქართველოს და უკრაინაც მიესალმებიან ალიანსში გაწევრიანებას, რასაც რუსებმა წითელი ხაზი უწოდეს. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს 2008 წლის აგვისტოს შემდგომ ესკალაციას, რომელიც დაიწყო სამხრეთ ოსეთში და თვეების განმავლობაში ძალადობრივ ინციდენტების შემდეგ. კითხვა თუ ვინ დაიწყო 2008 წლის ომი ნამდვილად საკამათოა. დღეს შეიძლება უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. მოგი ამტკიცებს, რომ ეს ქართველებმა დაიწყეს, რომლებსაც მობეზრდა მოლაპარაკებების შეფერხება და რომლებიც აფასებდნენ რუსეთის მზადყოფნას, ჩარევით და გადაჭარბებულად აფასებდნენ დასავლეთის მხარდაჭერას. სხვები აცხადებენ, რომ საქართველოს სამხედრო მოქმედებები პროვოცირებული და მოლოდინი იყო რუსების სეპარატისტების მიერ და ამტკიცებენ, რომ მოსკოვმა სამხრეთ ოსეთში ძალები ააშენა. ესკალაციის დაწყებამდე, როდესაც ომი დაიწყო, ქართულმა ძალებმა აიღეს კონტროლი ცხინვალის დიდ ნაწილზე, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო დედაქალაქში, მაგრამ მალე რუსმა და სეპარატისტებმა ქართველები სამხრეთ ოსეთიდან გააძევეს. პირისპირებას შეუერთდნენ აფხაზების, რომლებმაც დარჩენილი ქართული ძალები აქ გააძევეს. ხოლო რუსებმა საქართველოს საკუთრივ ნაწილების ოკუპაცია განაგრძეს 5 დღიანი ბრძოლის შემდეგ. ქართველები და რუსეთის საფრანგეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ომმა დიდი ნგრევა გამოიწვია. 100,000-დან და 200,000-მდე ადამიანი იძულებით გადაადგილებული იყო და რეგიონის ეკონომიკა მეტაზარალდა. იმავე წლების ბოლოს ევროკავშირმა შეუკვეთა ომის შესახებ დამოუკიდებელი მოხსენება, რომელიც 2009 წელს გამოქვეყნებისას ორივე მხარეს ადანაშაულებდა. იგი ადანაშაულებდა საქართველოს დაპირისპირებაში ქალაქ ცხინვალზე, მძიმე საარტილერიო თავდასხმის წამოწყებაში და ასევე ადანაშაულებდა რუსეთს უკანონობაში. საქართველოს ნაწილების ოკუპაცია და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების არ პატივისცემა, რომლითაც რუსული ძალები ომამდე პოზიციებზე უნდა გასულიყვნენ. ეს არის ბრალდებები, რომლებსაც ორივე მხარე უარყოფს. ამის შემდეგ საქართველომ დაკარგა ბოლო ტერიტორიები, რომლებსაც ჯერ კიდევ აკონტროლებდა სადავო რეგიონებში, ხოლო რუსეთმა ოფიციალურად
ცნო აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რაც აღნიშნავს რუსეთს და საქართველოს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების დასრულებას, რომელიც ახლა მხოლოდ შვეიცარიის მეშვეობით მიმდინარეობს. 2008 წლის ომი უდავოდ იყო საკვანძო მოვლენა თანამედროვე ისტორიაში. პირველ რიგში მან გააძლიერა საქართველოს ერთგულება დასავლეთის პოლიტიკურ სტრუქტურებთან, პარტნიორობისა და ინტეგრაციისადმი. მეორე მხრივ ეს ასახავდა ტონს რუსეთის და დასავლეთის შორის მომავალ ურთიერთობებს. ემსახურებოდა რუსეთის სტრატეგიას სეპარატისტული სუბიექტების მხარდაჭერის მოდელად, მოეპოვებინათ გავლენა ინტერესის ქვეყნებში. მაგრამ როგორი მდგომარეობა აქვს დღეს? რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ყველაფერი გართულებულია. რუსი და ქართველი პოლიტიკოსები ხშირად ხმამაღლა უპირისპირდებიან ერთმანეთს ბევრ საკითხებში, მათ შორის საქართველოს მტკიცე ვალდებულება აწევრიანდეს ნატოში და რუსეთის ქმედებები უკრაინაში, რაც საქართველომ საჯაროდ დაგმო ჯერ კიდევ 2014 წელს. თუმცა სხვა სფეროებში, განსაკუთრებით ეკონომიკაში, ყველაფერი ოდნავ განსხვავებულა და ომის შედეგად ორივე ქვეყანამ თავდაპირველად ერთმანეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, მაგრამ მათ გაუქმება რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო და მათი განახლებული ეკონომიკური პარტნიორობა მას შემდეგ საკმაოდ მნიშვნელოვანი გახდა. ორივეშთვის. საქართველოს რუსეთი მისი სიდიდით მეორე ეკონომიკური პარტნიორია და რუსები შეადგენენ ქვეყნის ტურისტების მნიშვნელოვან ნაწილს. რუსეთისთვის კი ქართული პროდუქტები, როგორიცაა ღვინო და ყველი, დიდი მოთხოვნა. ხოლო საქართველოსმა ვაჭრობა მთლიანობაში მნიშვნელოვანი გახდა რუსეთის დასავლური სანქციების გვერდის ავლით, რადგან საქართველომ უარი თქვა სანქციების დაწესებაზე. გარდა ამისა, მზარდი ზეწოლის მიუხედავად, საქართველომ უარი თქვა უკრაინაში რაიმე სახის სამხედრო დახმარების გაგზავნაზე. ეს გვიჩვენებს, რამდენად რთული ვითარებაა საქართველოში. აქ ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სწორი სტრატეგიაა, წინააღმდეგ მკაცრი პოზიცია. ზოგი კი ფიქრობს, რომ მშვიდობიანი გადაწყვეტილებებისთვის აუცილებელია ურთიერთობების ნორმალიზაცია. მაგრამ თუ რუსეთის საქართველო ერთ მშვენიერ დღეს გაანახლებს გულწრფელ მოლაპარაკებებს, შეიძლება თუ არა შერიგება საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის. ისე აფხაზეთის შემთხვევაში საკითხი შეიძლება გასაკვირი იყოს, უფრო ადვილი მოსაგვარებელი, მიუხედავად მათი რთული ისტორიისა. ქართულმა მხარემ აჩვენა, რომ ისინი მზად იქნებოდნენ აფხაზეთში თვითმმართველობის მაღალი ხარისხის რეინტეგრაციას აპირებდა. იგივეს ვერ ვიტყვით სამხრეთ ოსეთზე. ბევრი ქართველი არ ცნობს ოსებს, როგორც რეგიონში მცხოვრებებს, მაგრამ ხედავს მათ როგორც ემიგრანტებს და რუსეთის აგენტებს. ნაწილობრივ ეს არის მიზეზი იმისა, რომ 1990-იანების წლების დასაწყისში საქართველომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსი. შემდეგ არ სურდა ოსებისთვის მნიშვნელოვანი ავტონომიის შეთავაზება, განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ. ეს უკიდურესად ართულებს ოსებისა და საქართველოს შორის კომპრომისების პოვნას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ მალე მოეძებნონ, რადგან რუსეთი აკავშირებს ორივე სეპარატისტულ რეგიონს. ბევრი სამხრეთ ოსი მოეწონებდა რუსეთის ანექსიას, რადგან ეს ნიშნავდა ნათესავთან გაერთიანებას რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთში. აქ ჩნდება კითხვა, რატომ არ მოახდინა რუსეთმა ჯერ კიდევ ორივე რეგიონის ანექსია, განსაკუთრებით მაშინ, როცა განიხილავს მის ანექსიას უკრაინაში. ისე აფხაზეთში ეთნიკურ აფხაზებს სინამდვილად არ აინტერესებდა დამოუკიდებლობას ამჯობინებენ. თუ რუსეთი მაინც განაგრძობს ანექსიას, ეს დაუპირისპირდება ადგილობრივ მოსახლეობას და შესაძლოა დაარწმუნოს ზოგიერთი აფრიკელი საქართველოსთან მოლაპარაკებების განახლებისკენ. ეს ყველაფერი დამატებითი პრობლემებს შეუქმნის რუსეთის რეგიონში, რომლებსაც ისინი უკვე ძირითადად აკონტროლებენ. სამხრეთ ოსეთში ანექსიამ შეიძლება გამოიწვიოს სამხრეთში. რუსეთის კავკასიაში ცხოვრობს ბევრი მცირე ეთნიკური ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთის მიმართ მტრულად არიან განწყობილები და მშვიდობას მხოლოდ მოსკოვის ძალები ინარჩუნებენ, განსაკუთრებით ინგუშები, რომლებიც 20-იან წლებში ოსების ხანმოკლე ომს ებრძოდნენ. პროვოცირებას მოახდენდნენ ასეთ სცენარში, რამაც შეიძლება რეგიონის დესტაბილიზაცია მოახდინოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორივე რეგიონის ანექსია ასევე მოახდენს ღირებულ ვაჭრობას დასავლეთთან. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტრატეგიული მნიშვნელობა მოსკოვის საკმაოდ შეზღუდულია, მაგრამ ისინი შეიძლება იყოს ღირებული დასავლეთთან. მომავალ მოლაპარაკებებს. რუსეთს შეუძლია მაგალითად სადოს ორი რეგიონის ვაჭრობა, მკაცრი სანქციების მოხსნაზე. როგორც კი შეწყვეტს ბრძოლას უკრაინაში, რაც გაცილებით რთული იქნება ანექსიის შემთხვევაში. დღეისთვის კი სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის.